და მათი მუსლიმი მმართველები ამას ოსმალეთის პერიოდში არ აკეთებდნენ. პასუხი არის არა. მუსლიმი მმართველები ოსმალეთის პერიოდში ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. ისინი ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ქრისტიანების მიმართ. სინამდვილეში მათ ჩვენი წმინდა ადგილების მოვლაზე ზრუნავდნენ. ისლამური ხელისუფლებები მათ სამჯერ სხვადასხვა დროს აღადგინეს საფლავის ეკლესია. ვაუ, ეს მართალია? 400 წლის განმავლობაში ოსმალო თურქებმა, რომლებიც წმინდა მიწას აკონტროლებდნენ, დაახლოებით 1517 წლიდან 1917 წლამდე ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. საუკეთესო შემთხვევაში ეს ძალიან არაგულწრფელი მთელი მტკიცებაა. თურქებს შეიძლება პირდაპირ არ დაებეგათ ეგ დაებერათ ეკლესიები, მაგრამ მათ პირდაპირ დააკისრეს გადასახადი ქრისტიანებს, იმისთვის რომ მათ ქონოდათ უფლება ეარსებათ და იუოცონ ამ ეკლესიებში. თუ აპირებ ისლამის გამართლებას და იმის მტკიცებას, რომ ისლამი და ქრისტიანები ყოველთვის საუკეთესო მეგობრები იყვნენ, შენ აბიჯვარო, შენს წინააღმდეგ გამოვალ. და დღეს ჩვენ ვუტევთ იმ ერთადერთ საშინელ საძაგელ ტაკერ კარლსონს, რადგან მას გონია, რომ შეუძლია კამერასთან გამოვიდეს და თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ქრისტიანები და ისლამისტები ყოველთვის მეგობრები იყვნენ. და ჩვენ ვიცით, რომ ის შარიათის კანონებს უჭერს მხარს და ვიცით, რომ რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. მაგრამ ნუ გაბედავ და ნუ ეცდები ისტორიის გადაწერას შენი გულუბრყვილო აუდიტორიისთვის. ამას არ დაუშვებ და არც რეიმონდ იბრაჰიმი დაუშვებს ამას, რომელმაც შეძლო და გააბათილა ტაკერის ყველა ეს აბსურდული მტკიცება. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე ვარ ერი კეი, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკსა დაჯერა. მზად ხართ? და მათი მუსლიმი მმართველები ამას ოსმალეთის პერიოდში არ აკეთებდნენ. კარგი, ესე რომ პასუხი არის არა. მუსლიმი მმართველები ოსმალეთის პერიოდში ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. ისინი ძალიან კეთილები იყვნენ ქრისტიანების მიმართ. სინამდვილეში მათ ჩვენი წმინდა ადგილები და ადგილების მოვლაც კი იტვირთეს. ისლამური ხელისუფლებები საუკუნეების განმავლობაში სამჯერ აღადგენდნენ წმინდა საფლავის ეკლესიას. მათ ჰქონდათ კანონი, რომელიც ქრისტიან მომლოცველებს იცავდა მოგზაურობისას. არავინ ერეოდა. ოსმალო თურქებმა წმინდა მიწის მუსლიმ მმართველებმა სამჯერ აღადგინეს წმინდა საფლავის ეკლესია. სხვადასხვა, ნუ მოусმენთ რას ამბობს, არამედ დააკვირდით მის სხეულის ენას. ისე თითქოს არავინ გაბედა ჩარევა. ოსმალმა თურქებმა წმინდა მიწის მუსლიმ მმართველებმა სამჯერ აღადგინეს წმინდა საფლავის ტაძარი. კარგი. ის ფაქტი, რომ ასე გადაიჯვარედინა ხელები, ნიშნავს, რომ თავდაცვაზე გადადის. რატომ? ის თითქოს უდანაშაულო კითხვებს სვამს, იმიტომ რომ იცის, რომ რაღაც არასწორს აკეთებს. სამჯერ, ხო, ან თლიანად აღადგინეს, ან სერიოზული რემონტი ჩაატარეს. ერთხელ ცეცხლი გაუჩნდა და სახურავი თავიდან გააკეთეს. მაგრამ თუ გინახავთ წმინდა საფლავის ტაძარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი რამ დასჭირდათ მის აღსადგენად. ძალიან ბევრია. და მე იქ რამდენჯერმე ყოფილ ვარ. მოდი ძალიან მარტივი ფაქტით დავიწყოთ. შეიძლება ეს მართალიც იყოს. შესაძლოა ეს მართალია. მაგრამ რაც ამაში ესეთი манипуляციურია, ის არის, რომ თქვენ ამას იღებთ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, რაც სინამდვილეში მოხდა ისლამისტებსა და ქრისტიანებს შორის ათასობით წლის განმავლობაში. თქვენ ამას საერთოდ არ აჩვენებთ. თქვენ არჩვენებთ პატარა მაგალითს, რომელიც შესაძლოა მართალი იყოს, რათა დაამტკიცოთ თითქოს ყველა მეგობრულია. არ არის საჭირო ევროპას შეხედოთ, რომ დაინახოთ ისლამისტებსა და ქრისტიანებს მეგობრობა არ უნდა კონდეთ. ნეტავ ასე არ იყოს. ნეტავ სხვადასხვა რელიგიებს შეეძლოთ მეგობრობა, მაგრამ როცა გაქვს რელიგია, რომელიც ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც მის ღირებულებებს არ იზიარებს, მაშინ პატარა პრობლემა ჩნდება. მაგრამ დამივიწყეთ მე, აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, რადგან ჩვენ გვყავს ერთადერთი და განუმეორებელი რეიმონდ აბრაამი, რომელიც სიტყვასიტყვით ყველაფერს იცის ისლამზე. მოდით ნახოთ რა სიტყვით იცის. სხვათა შორის შესანიშნავი ლოგოა რეიმონდ. კალსონი ისევ თავისას აკეთებს. Platforming. ვინ არის პლატფორმა რეიმონდში? პროისლამური მტკიცებები, რომლებიც რეალობას ოცეწინააღმდეგება. ბოლო ეპიზოდში მან ინტერვიუ ჩაწერა JD Holtan ქრისტიანულ სიონიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ ისლამს ამ თემასთან კავშირი არ აქვს, პროისლამური მტკიცებები როგორც ყოველთვის საუბარში შეიტანეს. რა თქმა უნდა, რადგან თუ ზიონისტებს აკრიტიკებ, მაშინ ამავე დროს იმის ნაცვლად, რომ ეს მხოლოდ ზიონისტების სიძულვილად აქციო, აუცილებლად ცდილობ ისლამისტებიც გაადიდო. თითქოს ეს ორი რამ ერთი და იგივე იყოს. მთელი ანტიზიონისტური მტკიცება ისლამისტური მოძრაობიდან მოდის. ოსმალები ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. და როდესაც ოსმალები დაპირებულ მიწას 400 წლის განმავლობაში მართავდნენ მილეთის სისტემაში, ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. ისრაელმა დაიწყო. ვაუ, ეს მართალია? 400 წლის განმავლობაში ოსმალმა თურქებმა, რომლებიც წმინდა მიწას დაახლოებით 1517 წლიდან 1917 წლამდე ეწლამდე აკონტროლებდნენ, ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. რატომ აქვს შეგრძნება, რომ ის ახლა ნამდვილ სიმართლეს გვეტყვის? ბიჭება. ბოსი, საუკეთესო შემთხვევაში ეს ძალიან არაგულწრფელი განცხადებაა. თურქებმა შეიძლება პირდაპირ არ დააკისრეს გადასახადი ეკლესიას, მაგრამ მათ პირდაპირ დააკისრეს გადასახადი ქრისტიანებს, იმისთვის რომ მათ ქონოდათ უფლება ეარსებათ და ელოცათ ამ ეკლესიებში.
არ ახსენო ეს ტაკერ კალსონო, რატო გააკეთებდი ამას? ნუ იდარდებ. ჩვენ არ დავაკისრებთ გადასახადს თქვენ შენობებს, სადაც ღმერთს ემსახურებით, რადგან უკვე თითოეულ თქვენგანს გადავახტევინეთ გადასახადი. და თუ მხოლოდ შენობებზე დავაკისრებთ გადასახადს, იმდენად არ გაგაწამებთ, როგორც მაშინ, როცა დავრწმუნდებით, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც გაბედა და აქვს კავშირი ამ უწყუნო მენტალიტეტთან, ყველა თქვენგანი გადასახადს გადაიხდის. აი ეს დაავითხრდათ მათ. სხვათა შორის ირონია ისაა, რომ იცი, ებრაელებიც იხდიდნენ ჯიზიას გადასახადს ამ რწმენის მიხედვით, რაც ისლამისტებს აქვთ, რომ თუ არ წამს ისლამი, ფული უნდა გადაიხადო ისლამისტებისთვის, რომ დაფარო მათი ყველა სისულელე, რაც არ უნდა იყოს. ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. საუბრის არსი ისაა, რომ ეს არ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ დატოვეს ქრისტიანებმა და ებრაელებმა სიონისტები, რადგან ტაკერს, რა თქმა უნდა, უყვარს ამ ორი საკითხის ერთად განხილვა. ორივე მათგანი მსგავსად იტანჯებოდა ოსმალეთის იმპერიაში. არა, ისე წარმოაჩინა, თითქოს ქრისტიანები და ისლამისტები საუკეთესო მეგობრები იყვნენ. პრობლემა კი სიონისტები იყვნენ. ისე მოსაწყენია. თუ ქრისტიანები უარს იტყოდნენ ხშირად მნიშვნელოვან, ზოგჯერ კი დამანგრევალ ჯიზიას გადასახადის გადახდაზე, იმ ხარგზე, რომელიც ყველა დაპყრობილ უცმუნოს უნდა გადაეხადა, თავისი ისლამური ბატონებისთვის ყურანის 9:29-ის მიხედვით. მათ არა მხოლოდ მოკლავდნენ ან მონობაში გაყიდიდნენ, არამედ მათი ეკლესიებით, როგორც უამრავჯერ მოხდარა, მიწასთან გაასწორებდნენ, ან მეჩეთებად გადააქცევდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ტაკერმა ჯეიდის სთხოვა უფრო დეტალურად აეხსნა ეს მუსლიმური გულმოწყალება. და აქედა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. უყურეთ. და მათი მუსლიმი მმართველები ამას ოსმალეთის პერიოდში არ აკეთებდნენ. კარგი, ასე რომ პასუხი არის არა. მუსლიმი მმართველები ოსმალეთის პერიოდში ეკლესიებს გადასახადს არ აკისრებდნენ. ისინი ძალიან კეთილები იყვნენ ქრისტიანების მიმართ. სინამდვილეში მათ ჩვენი წმინდა ადგილის მოვლაც კი იტვირგილების მოვლაც კი იტვირთეს. ისლამური ხელისუფლებები საუკუნეების განმავლობაში სამჯერ აღადგენდნენ წმინდა საფლავის ეკლესიას. გაიგეთ ეს? ეს რომ ეხლა მუსლიმი მმართველები არა მხოლოდ არ ადებდნენ გადასახადს ეკლესიებს, არამედ, ციტატა, ძალიან კეთილები იყვნენ ქრისტიანების მიმართ. ეს საკმაოდ მძიმეა, ჯეიდი. ქრისტიანების დინებად დატოვება, რაც ნიშნავს დაჩაგრულ ქვეშევრ დომებს, რომლებსაც მუსლიმებთან თანაბარ უფლებებით საერთოდ ასარგებლობენ, მათი მოკლა ან მონობაში გაყვანა, თუ ისინი არ გადაიხდიან უზარმაზარ გადასახადებსა და ხარკს, და მათთვის სამართლიანობის ნებისმიერი ფორმის უარყოფა. ეს არის სიკეთის განსაზღვრება, თუ ისლამისტს გითხოვთ, მეგობრებო. სადაც მუსლიმი ბრბოები მათ წინააღმდეგ აღდგებოდნენ, რაც როგორც ნახავთ, მაშინაც და ეხლაც საკმაოდ გავრცელებული იყო. ეს ყველაფერი ქრისტიანების მიმართ ძალიან კეთილი დამოკიდებულების ფორმა იყო. სხვათა შორის, აი ერთი საინტერესო ფაქტი. იმავე საუკუნეებში, როცა ოსმალო ფურკები მართავდნენ წმინდა მიწას, ისინი ქრისტიანული ევროპის ჭირი იყვნენ, ყველაზე ბოროტ მუსლიმ დამპრობლებად მიიჩნეოდნენ, რაც ბევრს ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ მათამდე მოსულებსაც. სასტიკობები, რომლებიც მათ ჩაიდინეს, ათასობით მილის ქრისტიანული მიწების დაპყრობისას, ხშირად ავთერასაც კი არ ემატება. სხვათა შორის ეს იგივეა, ზუსტად იგივე, სიკეთით სავსე დამოკიდებულებაა, რაც ისლამისტებს აქვთ ქალების მიმართ. ჩვენ ძალიან კეთილები ვართ. უბრალოდ არც მუნდი რომ ზუსტად იმას გააკეთებ, რასაც ჩვენ გეტყვით და მაშინ არ დაგსჯით სიკვდილით, რადგან ჩვენ კეთილები ვართ. ბიჭო. უწყვეტი თავდასხმები, მასაკრები, დამონებები, გაუფატიურებები. ყველაზე ძლიერი ქრისტიანი ბიჭების წართმევა, რომლებიც ძალით ისლამიზაციას უტარებდნენ და ჯიჰადისტებად სამართლმინო ცნობილ იანიჩარებად აქცევდნენ და ქრისტიანი გოგონების წართმევა, რომლებიც ოსმალეთის ჰარემებში აგდებდნენ და სექს მონებად აქცევდნენ. რა თქმა უნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ეკლესიის სისტემატურ შეურაცხყოფასა და განადგურებაზე. რაც შეეხება ოსმალთა მმართველობას წმინდა მიწაზე, სადაც ქრისტიანები უცირესობაში იყვნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა დამორჩილებისა, მოქცევისა ან სიკვდილისა, ოსმალები ცნობილნი იყვნენ მომლოცველებზე გადასახადების დაწესებით, ეკლესიების თვითნებურად დახურვით ან შევიწროებით და ურწმუნოებთან თავიანთი ნებით მოქცევით. თუ მეტი ფაქტი გსურთ, იქილეთ ჩემი რომელიმე წიგნი, ხმალი და შამშირი ან დასვენეთის დამსვლელები. მოდით ერთი წამით რეიმონდის პოპულარიზაციას მივხედოთ, რადგან და თქმა უნდა ტაკერი მას თავის გადაცემაში არასდროს მიიწვევდა. თუ გსურთ თვინბო ვინც ნამდვილად იცის რა ზოლაპარაკობს, რეიმონდ აბრამი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა თუ არა საუკეთესო იმ დროის მოვლენების გასაგებად. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ასე შეგვიძლია გავიგოთ რა ხდება ახლა. თუ რაიმეში კანონზომიერებას ხედავ, გაცილებით მარტივია სიცხადე გქონდეს და არა დაბნეულობა. და რეიმონდი უბრალოდ საოცარია, სრულყოფილია ამ კანონზომიერებების გამოვლენაში. საოცია საუკუნეების ოსმალთა სისასტიკით ქრისტიანების მიმართ. სხვათა შორის ქრისტიანებს იანებს ასე ექცეოდნენ. ანუ არც თუ კეთილგანწყობილად, ზუსტად იმიტომ რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. თუ ეჭვი გეპარებათ, ნახეთ ის წიგნები, სადაც უამრავი დოკუმენტაცია, მაგრამ ჯეიდიც იეს ამას ამბობს. სინამდვილეში მათ ჩვენი წმინდა ადგილების მოვლა პატრონობაც კი უზრუნველყვეს. მათ აღადგინეს ისლამური ხელისუფლება, აღადგინეს ეკლესია. გეუბნები როგორც კი ლაპარაკს იწყებს, მაშინვე თვლემა მეწყება. აიონე. სამი სხვადასხვა ეპოქაში, საუკუნეების განმავლობაში. მართლა არ იცი რაზე ლაპარაკობს. თავისი ისტორიის განმავლობაში წმინდა საფლავი მრავალჯერ დაუშავებია და დაუზიანებიათ, თითქმის ყოველთვის მუსლიმების მიერ, მაგრამ არც ერთ ისლამურ ხელისუფლებას ის არ აღუდგენია. საუკეთესო შემთხვევაში. სხვათა შორის საინტერესო რამეა. რატო გამხდარიყო საჭირო რომ ოსმალეთის იმპერიას იგი სამჯერ აღედგინა? დაუშვათ ასე იყო.
თუ ისინი იყვნენ მმართველები, ვინ ანგრევდა მას ისევ და ისევ? ეს არ არის ის, რაზეც ჯეიდის პასუხისგაცემა სურს. მათ ქრისტიანებს მისცეს უფლება საკუთარი ხარჯებით აღადგინათ იგი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა საფლავი მუსლიმი ხელისუფლებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ათასობით მომლოცველს მთელი ევროპიდან უწევდა დიდი თანხის გადახდა, რომ შესულიყვნენ მასში. მაგალითად 1900 წელს ეგვიპტის ხალიფამ ჰაკიმ ბი ამრალაჰმა იერუსალიმის მუსლიმებს უფლება მისცა წმინდა საფლავი მიწასთან გაესტორებინათ. დაახლოებით 40 წლის შემდეგ იგი მთლიანად ქრისტიანების ფულითა და შრომით აღადგინეს. მოვლენებით სხვა ხალიფამ გადაწყვეტა, რომ მომლოცველობიდან სარგებელი ერჩია. მისი ერთადერთი ქმედება იყო ქრისტიანებისთვის აღდგენის ნებართვის მიცემა. სხვა მხრივ არანაირად არ დახმარებია. რაც შეეხება მუსლიმი ბრბოს თავდასხმებს წმინდა საფლავზე ოსმალეთის მმართველობის დროს, რომლებიც ხშირი იყო, მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო სერიოზული აღდგენა, როცა 1808 წელს ხანძარმა მისი დიდი ნაწილი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხანძარი ოფიციალურად ითვლება შემთხვევითობას, რომელიც გამოწვეული იყო არასწორად დადებული სანთლით ან ზეთის ლამბრით, იგივე მიზეზს ასახელებენ ეგვიპტელი ხელისუფლებაც, როცა ახლახან ეგვიპტეში ახლახან ათობით კოპტური ეკლესია გადათვეს. იმ დროის ქრისტიანები, როგორც დრევანდელი კოპტები, ამბობდნენ, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა დაჭვეს იგი. როგორც არ უნდა იყოს, ოსმალებმა 1808 წლის ხანძართან დაკავშირებით მხოლოდ ის გააკეთეს, რომ ადგილობრივ ქრისტიანებს მისცეს ნება აღეძგინათ ტაძარი. კვლავ, საკუთარი ფულითა და შრომით, ქრისტიანების საკუთარი ფულითა და შრომით. და კვლავ, მხოლოდ იმისთვის, რომ ოსმალებს ამით მოგება მიეღოთ მომლოცველების შესვლის გადასახადებიდან. მოკლედ, ოსმალების მხრიდან ქრისტიანების მიმართ არანაირი სიკეთე არ ყოფილა, წმინდა მიწაზე თუ მის გარეთ. 1856 წელს ჯიზიას დედასახადის გაუქმებაც კი სულ სხვა რამ იყო. ეს იყო პირდაპირ შედეგი ევროპული, განსაკუთრებით ქრისტიანული ზეწოლისა. ქრისტიანობის მუდმივი დევნის გამო ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მართლმადიდებელმა რუსეთმა ჩაერია მათ დასაცავად, რამაც გამოიწვია ყირიმის ომი 1853-1856 წლებში. გიკვირს ხო ასეა? ხო ასეა. გიკვირს რომ ტაკერ კარლსონმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად. რა თქმა უნდა გიკვირს, აბა რატომაც არა. ისე თუ გინდა რომ დანარჩენი კომენტარიც ნახო, გადადი და უყურე რეიმონდ იბრაჰიმს X-ზე და ყველგან სადაც ის არის, რადგან ის ნამდვილად კარგად ერკვევა ამ საკითხში. მაგრამ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთი შინაარსი გვხვდება ახლა ამ პოდკასტერებისგან. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ გონიათ, რომ შეუძლიათ ქავიან პლატფორმაზე მოიწვიონ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ იტყუებიან, არამედ სრულიად არასწორი ინფორმაცია აქვთ, თითქოს ექსპერტები იყვნენ. და ჩვენ არ მოვათხოვებთ თავს, ფრედ, რომ შენზე გადავირიეთ. ვიცი, რომ შენი სიყვარული რაღაცას გიბინძურებს ტვინში, მაგრამ ჩვენამდე ეს ჯერ არ მოსულა. ჩვენ ამას არ უჯერებთ, დაკერ, სამწუხაროდ, ჩვენთვის. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.